მეექვსე ყველაზე მაგარი სეზონი გრძელდება. ორშაბათს ნიკიერის მაყურებლის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ხალხის გადაწყვეტილებით ფინალში ოქროს ღილაკის მფლობელი ბარბარა სამხარაძე გადავიდა. ნიკიერის ფინალში გადადის ბარბარა სამხარაძე. ხოლო ჟიურის რჩეული გერმანელი როლერების სუპერწილი გახდა. ფინალში გავიდნენ სვენი და ჯენი. ამ ყველაფერს კი უყურებდა და აფასებდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბატონი შალვა ნათელაშვილი. აი ახლა ვფიქრობდი ამ წუთში, რატო მოდიოდა 10 მტერზე ერთი ქართველი და ის ქართველი რატო უგებდა იმ მტრებს. ეს ნიკიერის მესამე ნახევარფინალია. 8 ყველაზე ძლიერი ნახევარფინალიsti ჩვენთან შესახვედრად ემზადება. არ გამოტოვოთ არც ერთი წამი, რადგან მთავარი სატელევიზიო მოვლენა იწყება. დღეს ორშაბათია. ეს ნიგერია! თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის მესამე ნახევარფინალური შოუ. მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს ვანიკოს და გიორგის. მოგესალმებით ყველა! ზუსტად ვისი ამ დღეს ჩემთან ერთად მთელი საქართველო ელოდებოდა. მე მგონი მარტო ნიჭიერის დროს ხდება, როდესაც ორშაბათს ასე ელოდები, არა გიორგი? რა თქმა უნდა, ვანიკო. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად ელოდებიან ორშაბათს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს დარბაზში შედან და კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენს ცოცხალ აუდიტორიას. ახლა კი უფრო ხუხარი აპლოდისმენტებით, მეგობრებო და ვანიკო. მას შანსზე მეგობრებო მივესალმოთ ნიჭიერის ჟიური. რუსთავის გენერალური დირექტორი ნიკა გუბარამია. აი ხალხი მორბის ნიკასთან შესახვედრად, მაგრამ რა ვქნათ? მივესალმოთ ნიკა გუბარამია. ყველასათვის საყვარელი, ულამაზესი მსახიობი ფარულავა. ეს როგორი ლამაზია, ვანიკო? რა ლამაზი კაბაცია. ულამაზესი უმშვენიერესი მოემართება ჩვენსკენ. მივესალმოთ, აპლოდისმენტები გავაძლიეროთ. ფარულავა. მსახიობი და ტელეწამყვანი, ყველაზე პოზიტიური ადამიანი მთელ მსოფლიოში, რუსკა მაღაშვილი. აი ასე ენერგიულად შემოვარდა რუსკა. არ უშვებს ხალხი რუსკას, რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს, მაგრამ გამოუშვით ჩვენთან რუსკა, იმიტომ რომ ჭირდება. მივესალმოთ, გავაძლიეროთ აპლოდისმენტები რუსკა მაღაშვილი. ყველაზე ენერგიული და აქტიური ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა დღეს განსაკუთრებულად გამოიყურება რაღაცნაირად. ნახე როგორ დედოფლური გვირგვინი ხალხის გმირს გავს მინდა გითხრა. ჰერია. დიადემა უხდება ძალიან. ივაი, მივესალმოთ ნანუკა შორშოლიანი. და მარჯანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე. იგივე ჭოლა. დაგვიბრუნდა პატივცემული. როგორ იქნა დაბრუნდა. თუმცა მაინც არ ჩქარობს და ხალხიც არ ჩქარობს მის გამოშვებას. როგორ ცხოვრობს? მას ახასიათებს. აბარა. მე მგონია მეგობრებო რომ და გავაძლიეროთ აპლოდისმენტები. მივესალმოთ ლევან წულაძე, იგივე ჭოლა. მოგესალმებით პატივცემულო ჟიური და პატივცემულო ჭოლა, როგორ გვიხარია და როგორი ბედნიერები ვართ რომ როგორც იქნა დაგვიბრუნდით. მოგესალმებით. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი წარმდგენია ზედაზენი. აბარა. ყველა გენერალური სპონსორი ბარამბო. თბილისის სახალხო განწყობა, უგემრიელი სიქართული თქმილეული თქვენ სახალხო სუფრაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა პრიზს მიიღებს ნიჭიერის მეექვსე, ყველაზე მაგარი სეზონის ტრიუმფატორი. დეველოპერული კომპანია Epic Development ნიჭიერში გამარჯვებულს გადასცემს მის მიერ ერთ-ერთ აშენებულ კორპუსში ბინას დელისი ჰილი. შენებლობა რომელსაც ვენდოგი. Online ტოტალიზატორი და კაზინო ლიდერბეტი ასევე საჩუქრად გადასცემს ავტომობილს. ლიდერბეტი აზარტი ყველა გემოვნებისთვის. დავიწყოთ არა მეგობრებო? რა თქმა უნდა, დავიწყოთ ვანიგო. მას ჩასცე დღევანდელ ნახევარფინალს გახსნის მოცეკვავეთა ჯგუფი Hoa Crew. ნახე ზომბები All the bodies sway to music, all the lightning glass. I will give it all and all. Yes, go ahead, a change. And if I need a rip, I'm gonna beat to my heart and listen. Don't put me too far wrong. ეს იყო იუმორით, ეს იყო ნიჭიერად, ეს იყო კარგად გაკეთებული და მე მომეწონა. რადგანაც ცეკვა ძალიან მომწონდა, დაინტერესებული ვიყავი მოცეკვავეებით, ზოგი სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, ზოგი ჩემპიონატზე გავიცანი და ესე ჩამოვყალიბდით ჯგუფი. I wanna taste the hemophilia, a drop of thalassemia. I'll drink your blood if you got sickle cell anemia because blood is as sweet as moonshine whiskey. განსხვავებული სტილის, მანერის და იმიჯის მქონე მოცეკვავეები ვარ. Come with me. Hoa Crew. Deep in the ocean, dead and kissed away. Senses burn in flames. A million miles from home, I'm walking ahead. I'm frozen to the bones. I am a soldier on my own. I don't know the way.
იგი გავამხნევოთ მეგობრებო Hoa Crew და აღნიშნოთ ის ფაქტი რომ ნიკამ დააჭირა წითელ ღილაკს და თუ შეიძლება ნიკათი დავიწყებთ ჟიურის შეფასებას. ნახევარფინალში მოხვედრა ნიჭიერის ნახევარფინალში მოხვედრა არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ყველაფერთან ერთად. ეს რაც ჩვენ ვნახეთ იყო ნახევარფინალის უპატივცემლობა და უპასუხისმგებლობა ჩემი აზრით. იყო ასინქრონი, არაფერი საინტერესო, უბრალოდ დადიოდნენ ადამიანების სცენაზე, ისიც ყველა შემთხვევაში შეცდომით. ძალიან წუხوار რომ ეს ხალხი თქვენ მეგობრებო ასე მოეპყარით ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო თქვენი პირველი ტური და რაც ჩვენ ვნახეთ, იყო იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე იყო პირველ ტურში და ეს არასდროს არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც ჩემი წითელი ღილაკი ძალიან დიდ ბოდის გიხდით, მაგრამ ჯობია რომ პირდაპირ გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ. მადლობა ნიკა და ნანუ გაგთხოვთ. მე მეცველოდი ასევე გულწრფელად, ვიდრე საერთოდ არ მინდა გავმეორდე, მაგრამ ნახევარფინალი არის გაცილებით უფრო მეტის მოლოდინი ჩვენის მხრიდან. პირველ ეფექტ ჯერს გაცილებით უფრო მეტად ეფექტურები იყავით. ხო, ნუ ნიკას პათოს ვეთანხმები აბსოლუტურად. მადლობა ნანუკა, რუსკა. მე მახსოვს თქვენი პირველი გამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან მაგარი მუსიკა ჰქონდათ არჩეული, ძალიან საინტერესოები იყავით, არტისტულები იყავით ყველაზე მეტად რაც მომეწონა და დღეს მართლა ანუ არ ვიცი, იცით, მოყვარულის, არ ვიცი, მე არ მინდა ცუდად გამომივიდეს, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ მოყვარულების დონეზე ცეკვავთ, მაგრამ ის რომ ნახევარფინალში ესეთი ნომერი, ხო, გაგეცინა ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს გადაახვევ და ნახავ დღეს თქვენ გამოსვლას და მიხვდებით ბოდიში. მადლობა ჟიურის, მე მიმართავ მაყურებელს, დიახ. მიმართავ მაყურებელს, რომ მივხვდეთ იმისა, თუ რას ფიქრობს ჟიური, თქვენ მაინც გაქვთ უფლება, რომ აირჩიოთ ეს ადამიანები და დაურეკოთ მათ ნომერზე 09300-300-301 და გავასწროთ აპლოდისმენტებით. Hoa Crew! ახლა კი მეგობრებო, უნდა გადავინაცვლოთ ჩვენ რუსთავი-2 სეზონში, სადაც იმყოფება დიმა ობოლაძე და ექსტრემალურ ნომერს გვიმზადებს. დიმა? პირველად ნიჭიერის არსებობის ისტორიაში თქვენ ნახავთ ყველაზე ძალოსნურ ნომერს. 15 კილოგრამიანი სანაოსნო საშუალების გათრევა. არ ვიცი, რაღაც აგვერია ეტყობა, თუ შეიძლება დიმა ჩავრთოთ, დიმა? ამჯერად მე ვარ ნამდვილად. მოგესალმებით, დიმა. მოგესალმებით, ვანიკო გიორგი, ჟიურის დარბაზს და ნიკა გრიგოლიას რაც შეეხება. ამას არასოდეს არც ცივა, არც ცხელა, სულ ერთნაირად არის მხიარულად და ცოტა დაუგეგმავი ექსტრემალური ნომერი გააკეთა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ თემასთან ძალიან შორს არის, იმიტომ რომ ჩვენი თანაწამყვანი, ჩემი მეგობარი მერაბ დუკაშვილი ეხლა იმყოფება ბათუმში და მასთან ერთად გოლიათი დავით ჭოხონელიძე 1000 ტონიან გემზის დაძვრა შეეცდება. ეს ძალიან ექსტრემალური იქნება მართლაც. რაც შეეხება იმ ნომერს, რომელიც ეხლა მე უნდა წარმოგიდგინოთ რუსთავი-2 სეზონიდან, გია მამაცაშვილი ემზადება ჩვენთან ეზოში მორიგი ნომრისთვის, გახსოვთ ალბათ ეს ადამიანი, რომელიც არის ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიძლიერის ეტალონი, ასევე შეგახსენებთ, რომ ნიჭიერის ექსტრემალურ ნომრებს წაზღვევს სადაზღვევო კომპანია უნისონი, უსწრაფესი ანაზღაურება, რომელიც თავაზობთ უსწრაფეს ანაზღაურებას და სადაზღვევო მომსახურებას მობილური აპლიკაციის საშუალებით. რაც შეეხება ბატონ გიას, ბევრი იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა რომ ბატონ გია იხილოს ფინალში, მის ნომერს შეგახსენებთ 09300-300-302 ამ ნომერზე უნდა დარეკოთ. ახლა კი ვიდრე ბატონი გია ემზადება ნომრისთვის, რომლის შესახებაც მოკლედ გეტყვით, შემდეგ ჯერ ვნახოთ ვიდეო და დავბრუნდებით კვლავ რუსთავი-2 სეზონში. ვაიმე! დაგვინდეთ ბატონო! თქვენ საქციელი ჩემთვის იყო ძალიან დიდი სტიმული ჩემ ცხოვრებაში, რაღაცეები. ჩვეულებრივი დღე გათენდა
დებიასთან ერთად ვიყავი. და რაღაცომაც წინ გავასარი, მატარებლის ქვეშ შევძვერი და იქ დავიწყე თამაში. ამ დროს დაიძრა მატარებელი. ორმა ქირურგმა გადამარჩინა პრაქტიკულად. იმათ წყალობით დღეს სოცხალი ვარ. სხვათაშორის დიდი დამსახურება დედაჩემს მიუძღვის. თუ სახში რამე გასაკეთებელი იყო, ან სადმე წასასვლელი იყო, ყველაფერი მე უნდა მეკეთებინა. იმიტომ მაიძულებდა რომ მე ყოფილიყავი დამოუკიდებელი. მინდოდა რომ ყოლოდა ჩემი წყნარი ოჯახი და ყოლოდა ჩემი შვილი. ერთიც მივახციე და მეორეც მივახციე. ბედნიერი კაცი ვარ ამიტაც. გამოუვალი და შეუძლებელი არაფერი არ არსებობს. ამიტომ აკვეთილები ვითაც. ცხოვრება გრძელია და თან ტკბილია. მაშასე დავბრუნდით კлау ეთერში და მე მინდა გითხრათ რომ ეს ნომერი არის ურთულესი. ჯერ ერთი არის ძალიან მაგარი ქარი. იმას უშლის ხელს, რასაც ბატონი გია გააკეთებს. ასევე ბატონი გია წინა ნომრისგან განსხვავებით არის მარტო. მანქანაში მას არავინ არ ყავს. მანქანა მოძრაობს და მთავარი სირთულე არის ის რომ ბატონმა გიამ მოასწროს რუსთავის ეზოს იმ ბოლოდან მეორე ბოლომდე გაკეთება ილეთების და მეორე მანქანის მოტრიალება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მანქანა დაეჯახოს კედელს და იმედია ეს ასე არ მოხდება. მაშასე ბატონი გია მზად არის, მზადა ვარ ჩვენც და საოცარ ნომერს გთავაზობთ რუსთავი 2-ის ეზოდან. დავიწყეთ ბატონო გია! დაიძრა მანქანა და სულ განაბულები ვადევნებ თვალყურს იმას რაც ხდება. აი გადმოვიდა ბატონი გია მანქანიდან. ნუ ამაზე ლაპარაკი უკვე აღარც ღირს, იმიტომ რომ ამას აკეთებს იდეალურად ეს ადამიანი. ეს არის პირველი ეტაპი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა მანქანა მოbrunდება და საკმაოდ მოკლე მანძილია მერწუნეთ მოსწრება იმ ყველაფრისა, რასაც აკეთებს ეს ადამიანი. მარტო რომელიც არის მანქანაში. აი ხლა კიდევ უფრო რთულდება ყველა მოხვევასთან ერთად მანქანისა ყველაფერი რთულდება. აი ეს სახურავზე ავიდა ბატონი გია შემოტრიალდა, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენთან აი მოასწრო მანქანა. ძალიან ახლოს და იმ ბორდიურთან, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. კარია გაღებული მანქანის მოწნახეთ, აი აქედან გადადის ბატონი გია უკან. აკეთებს აი ამ ურთულეს ილეთს. ისევ ბრუნდება და ასრებს. აქაც ასრებს ამის გაკეთებას. რეალდება მანქანა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მარტო იმყოფება ეს ადამიანი გია მამაცაშვილი ხა მანქანაში. წარმოუდგენელი რაღაც ამის გაკეთება, რა ვიცი. ძალიან რთულია. აი ეს ილეთიც. აი ხა უნდა მივახლოვდა მანქანა კედელს უკვე. ბოდურს საჭესთან არის, ბატონი გია. შვენივრად აკეთებს ყველაფერს და ეხლა ცოტა ხანში დაასრულდება ეს ნომერი. გია მამაცაშვილი ამტკიცებს რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი ნამდვილად არ აქვს. თან ნახეთ მისი ინტერვიუ და თქვა რომ ძალიან ბედნიერია და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. აი ხლა ურთულესი მომენტია, კარებს შემოუარა, ასე ვთქვათ, ჰაერში ადამიანმა. და აი ესე ატრიალებს ეხლა გარედან არ შედის მანქანაში. კარგად ხედავთ ყველაფერს თქვენ რაც ხდება. ძალიან ახლოს მივიდა კედელთან, მაგრამ კარგად გააკეთა, კი, შეძლო არ დაეჯახა არაფერს. ბატონი გია და ნომერი დასრულდა. ავიცი, ხურვალი აპლოდისმენტები ალბათ, რომელსაც იმსახურებს გია მამაცაშვილი, რომელიც ეხლა მოემართება ჩვენსკენ. ბატონ გია, რა ვიცი, რა გითხრათ, ჩვენ ეხლა მოусმეთ ჩვენი ჟიურის შეფასებებს და დაბრუნებულ ლევანს ვთხოვ, ლევან, გთხოვ? კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჩემ არაჩვეულებრივ აღფრთოვანებას ამ ადამიანის მიმართ. საოცარია. გარდა ყველაფრისა, იმ გმირობისა, ადამიანური გმირობისა,
აღფრთოვანებული ვარ იმ შინაგანი დისციპლინით, იმ წესრიგით, რომელთაც შესრულდა ეს არაჩვეულებრივი ნომერი, როგორი გართვლილი იყო ყველაფერი. ესე იგი, როგორი ხასიათი გაქვთ, ჩემო ბატონო? სიტყვები არ ყოფნის. მოგიწოდებთ ყველას. ამ კაცს დაურეკეთ და მიეცით ხმა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი, ძალიან გონიერი, ძალიან ორგანიზებული, დისციპლინა და გონება ერთად გადააგორებს თას, თებს. ძალიან დიდი მადლობა. ლევან, ია, თუ შეიძლება, ია გისმენთ. ბატონო გია, არ ვიცი ესმის თუ არა ჩვენი ხმა. ესმის. ბატონო გია, ნამდვილად თქვენ გვარს ამართლებთ, ძალიან მამაცი ადამიანი ხართ. აი ეს ბავშვური ცელქობა ჯერ კიდე შერჩენილი გაქვთ, იმიტომ რომ რასაც ახლა თქვენ გააკეთებთ, ამას ფეხიანი ადამიანებიც კი ვერ გააკეთებენ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანები, ანუ თქვენ ფრენა გისწავლიათ, ჩემო კარგო, ასე რომ იფრინეთ და საოცარი ადამიანი ბრძანდებით და ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან მაგარ მაგალითს აძლევთ. დიდი მადლობა ამისთვის. ია, ძალიან დიდი მადლობა და ნიკა გისმენთ. ბატონო გია, მე წინა ტურში გითხარით, რომ თქვენს გვარს საოცრად ამართლებთ, მამაცაშვილი ხართ და ნამდვილად ძალიან მამაცი ადამიანი ხართ. გამბედავი და ყველა ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხრევს, ჩადის გარკვეულწილად გმირობას და სხვა ადამიანებს უმსუბუქებს ცხოვრებას. ეს ძალიან მაგარია. მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. გადახვალ თქვენ ფინალში თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია იმის მერე, რასაც ჩვენ გვაყურებინებთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, პირველ ტურშიც, მეორე ტურშიც, მე მინდა მადლობა გითხრათ, რომ ასეთი ხართ და არ დამვიწყნია ჩემი დანაპირები ნამდვილად. ჩვენს ვფიქრობთ და თქვენც ვფიქრეთ, რა შეიძლება რუსთაველში რომ გააკეთოთ. აუცილებლად ჩვენ ვჭირდებით ძალიან თან. ბატონო გია, ნიკა დიდი მადლობა. 0-9-3-302 ამ ნომერზე უნდა დაურეკოთ იმისთვის, რათა ბატონი გია, რომელიც ცოტა დაიღალა, ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან ხნეთ არის, გადავიდეს ფინალში. დიდი მადლობა ჟიურის შეფასებებისთვის. დიდი მადლობა დიმას, დაგემშვიდობებით დროებით, მართლაც საოცარი ნომერი ვნახეთ ბატონი გიას შესრულებით. ჩვენ კიდევ ერთი ჩართვა გვექნება, უნდა ამჯერად უკვე ბათუმიდან, სადაც ძალოსანი დავით ჭოხონელიძე შეეცდება დაძრას 1000 ტონიანი გემი. რამდენი? 1000 ტონიანი გემი, ოღონდ ისე კი არის ჩვენი სალახანა ნიკა რო ათრევდა ფილარმონიის წინ პატარა ნავს. ნამდვილ გემს დაძრავს და იქ იმყოფება ჩვენი თანაწამყვანი მერაბ დუკაშვილი. მერაბ, მოგესალმებით, რა ხდება და მოგვიყევი, რა ამბავია მანდ? მოგესალმებით ბათუმიდან. საკმაოდ ცუდი ამინდი დახვდა აქ, საკმაოდ ცუდი, უკაცრავად. მოგესალმებით ბათუმიდან. საკმაოდ ცუდი ამინდი დახვდა აქ. გუშინდელიდან გამომდინარე ძალიან დიდი წვიმა იყო, ამას და ამასთან ერთადვე ქარიც. ზღვაში არის 4 ბალიანი შტორმი მოსალოდნელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქმის ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ჩვენი ძალოსანი დავით ჭოხონელიძემ გაათრიოს 1000 ტონიანი გემი. კი ბატონო, თქვენ ეს არ მოგესმათ, ეს არის 1000 ტონიანი გემი. მიუხედავად ამისა, დავითი არის საკმაოდ მხნედ, რასაც შევთავაზე ვერ ვიტყვი, რადგან მე ძალიან უნერვიულობ, ბოლო 1000 ტონასთან გვაქვს ჩვენ საქმე. თქვენ ხედავთ ჩემს უკან გემს, რომელიც იწონება 1000 ტონას ზუსტად და ეს გემი უნდა გაათრიოს ამ გოლიათმა. ესეთი რამ საქართველოში ჯერ არ მომხდარა, მე ვიმედოვნებ იმას, რომ ეს ყოველივე მოხდება და ამ ყველაფერს ჩვენ ვნახავთ ნიჭიერის პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა, მერაბ, ჩვენს დიდი იმედი გვაქვს და ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ამ არაჩვეულებრივ ნომერს. მე შევახსენებ ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომ ნიჭიერის დღიურები შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველ ორშაბათს გაზეთ Prime Time-ში. და ჩვენი ექსკლუზიური რადიო პარტნიორია ფორტუნა, ოქროს სტანდარტი FM-ზე. ახლა კი გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. ნიკა, რა ხდება შენთან? ვანიკო, კლასიკაზე უზომოდ შეყვარებული ჯაბა ვაშაძეა ჩემთან ერთად. ახლა მე მოკლედ ვამხნევ, ვცდილობდი გამემხნევებინა როგორმე ჯაბა, მაგრამ მეუბნება რომ დამშვიდიო, თვითონ უნერვიულობ, ძალიან კარგად ვარ, მშვიდად ვარ, წყნარად ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავალ სცენაზეო. ხო ასია, ხო დამეთანხმები. არ ნერვიულობს საერთოდ ეს ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენთან ერთადაა ბატონი მოცარტი. მის მიერ დახატული ბატონი მოცარტი, რომელიც ასევე გააცილებს მას სცენისკენ. თუმცა იქამდე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ ჯაბას 093-300-303. აუცილებლად რეკავთ ამ ნომერზე, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვენ საოცარ ხმას მოისმენთ ახლა ფილარმონიის სცენაზე. მე და ბატონი მოცარტი ვაცილებთ ჯაბას, იქამდე კი ვნახოთ ვიდეო.
ბრავო! შენ ხარ ნიჭიერის აღმოჩენა. ალბათ რაღაც ძალა მომიყვარა ნიჭიერში, რადგან საერთოდ არ მოველოდი რომ შემდეგ ტურში გადავიდოდი. ალბათ მთელი ცხოვრება დავამახსოვრდება ეს დღე. ხატვა დავიწყო 4 წლიდან, პორტრეტების ხატვა მიყვარს და ბევრი კლასიკოსის ყავს დახატული. დამთავრე? ოჩა. ჯამაზია. ბებია ყველაზე მეტად მიყვარს. ამ ადამიანმა გამზარდა. მაინტერესებს ჯაბა რაზე მუშაობ, რაში არჩიეთ, რა გინდა რომ ხოთი უკეთესი უნდა იყოს წინა გამოსვლასთან შედარებით. რადგან წინთული ტურია, მოვედი მაესტრო ავთორევიშვილთან და გადავწყვეტე უფრო სერიოზულად მოემზადო. მაყურებლის ენერგია ძალიან მავსებს. ამიტომ მინდა დიდ ხანს ვიდგე სცენაზე და ვიმღერო. ჯაბა ბაშაძე. ბიზე, კარმენი, უვერტურა. Ludwig van Beethoveni, მეხუთე სიმფონია. Franz Liszt, უნგრული რაფსოდია. Wolfgang Amadeus Mozart, თურქული მარში. აი სასწაული ბიჭთან
ისე მღერის გეგონება ხუმრობსო თან ასეთი კურსი სიმღერად. რას გვეკვი ჟიური ამაზე თავარი ეს არის. პატივცემულო ნიკა, შეგვიფასეთ ეს არაჩვეულებრივი ყმაწვილი. ხო. ჟიური ჩემი სახით ყოველ შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ არასდროს არავინ ასე ნამდვილად და ასე ნაღდად არ იმსახურებდა ნიჭიერში გამარჯვებას, როგორც ეს ბიჭი. ჯაბა ვაშაძე. მე ვფიქრობ, რომ ეს ის ვითარებაა, როდესაც საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ ტალანტთან, თვითნაბადთან, მოსულს აბსოლუტური, ასე ვთქვათ, რა ვიცი, ხალას ნიჭს, რომელიც არ საიდან არ არის მოსული, აი ესე ხალხის მასიდან ამოიზარდა, რომელსაც აქვს უნიკალური ხმის შესაძლებლობების სმენა, მიუხედავად იმისა, რომ დეტონაციები განსაკუთრებით რაფსოდიაში ბევრი იყო, მიუხედავად ამისა, ნამდვილად ეს არის, იმიტომ რომ დღეს შოუ უფრო მეტად იყო ვიდრე მუსიკა, მაგრამ იყო ეს არაჩვეულებრივი და შოუს ნაწილზე უნდა ვთქვა ზუსტად ჭოლა და ია უფრო მეტ სიტყვიან, მაგრამ და რუსკა, მაგრამ შოუს ნაწილიც იყო არაჩვეულებრივი. ბიჭი არის ძალიან ნიჭიერი კი არა, ტალანტია ჩვეულებრივი, ეს არის ჩემი დიაგნოზიც და კომენტარი. დიდი მადლობა ნიკა და ჭოლა რას გვეკვით? ჯაბა, შენ ახარ ჩემი ჯილა. აი მე უდაოდ ჩემთვის შენ ხარ ფავორიტი ხამწუთას. და ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ძალიან არტისტული. ცოტა ერთობი არტისტიზმი, ოდნავ არ გირჩევდი მეტი ზღვარზე ხარ მიხვედი. მეტი აღარ გინდა. მეტი სპონსორის მუსიკის ხარჯზე ზოგჯერ ეგ არ არის კარგი. ხო. იმიტომ მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი ხარ და უდაოდ უნიჭიერესი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა, ჭოლა. ერთადერთი ჟიურის წევრი იყო, რომელიც ფეხზე არ დადგა, ეს იყო ია, გთხოვთ, შეაფასოდია. რატო? უნდა ახსნა რატო არ ავდექი ფეხზე? შეფასება გვინდა და გავიგებთ ჩვენ. ორიგინალური. ჯაბა ძალიან იჭირი ხარ. პირველად არის შემთხვევა, როდესაც ვერაფერს ვერ ვამატებ სხვების ნათქვამს. აი ესეთი რამე არ მომსვლია, იმიტომ რომ ნიკამ ძალიან კარგად ისაუბრა, მომეწონა ძალიან შენი არჩევანიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არჩევანი იყო, ყველაზე პოპულარული კლასიკური ნაწარმოებების არჩევანი. მშვენიერი ხმა გაქვს, ერთს გეტყვი რომ გაუფრთხილდი შენ ხმას, იმიტომ რომ არ ვიცით შემდეგ როგორ ხმაში გადაიზრდება და მე მართლაც ვფიქრობ, რომ ჩვენ წინაშია ერთ-ერთი სერიოზული მსოფლიო ტალანტი, ჩვენ წინაშია ჯაბას სახით. ბრავო. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მიმართავ და მოგიწოდებთ, რომ ეს ოვაციები აუცილებლად უნდა გადავზარდოთ ჩვენ ზარებში და მას დაურეკოთ ნომერზე 0930033. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. ჯაბა ვაშაძე! მე მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი სესხი 500 ლარამდე შეგიძლიათ გამოიტანოთ 0%-ად. და აუცილებლად უნდა გადავიდეთ ახლა კრედიტონის ოთახში, სადაც იმყოფება ულამაზესი ლიკა ქორქია და მასთან ერთად ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრები. ლიკა, მოგესალმებით. კრედიტონის ოთახიდან, სადაც ისევ ხალხმრავლობა და ხალხმაურია, რადგან აქ ჩვენი კონკურსანტების გულშემატკივრები არიან შეკრებილნი კერძოდ გერმანელი კელვინ კალვუსის, ასევე ქუთაისელი აკრობატების და დავით ჭოხონელიძის, რომელიც დღეს შეეცდება ბათუმში დაძრას 1000 ტონიანი გემი. მე მინდა დავითის გულშემატკივრებს თქვა გაამხნევოთ დავით, რადგან საკმაოდ რთული მისია აქვს მაშინ. ჩვენ საქართველოს უძლიერეს მამაკაცები დღეს შევიკრიბეთ, რომ ჩვენს მეგობარს ნაკრების წევრს წარმატება უსურვოთ. ძალიან რთული მისია აკისრია. დღეს უნდა გააკეთოს, რასაც სოფლიოში ალბათ რამოდენიმე ადამიანი აკეთებს და წვიმიან ბათუმში გვინდა წარმატება უსურვოთ და გვჯერა რომ გააკეთებს ამას დათო. წარმატებას უსურვებთ დავით და ასევე სხვა კონკურსანტებს, ისინი თქვენ სულ რამდენიმე წუთში შეგხვდებიან, ჩვენ კი დაგემშვიდობებით და შემოგერთებით ცოტა ხანში სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად ისევ კრედიტონის ოთახიდან. დიდი მადლობა ლიკას, ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს iMovies G-ს ინტერნეტ ოთახი, სადაც თქვენ შეგიძლიათ რეკლამის განმავლობაში შემოხვიდეთ და ნახოთ ინტერვიუები გასულ და მომავალ კონკურსანტებთან. ეს კი ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაცია, სულ ეს არის და ეს. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. დროებით! რეკლამის შემდეგ. კელვინ კლაუსი. ჯონგლიორობა კრისტალის ბურთებით.
ქუთაისელი აკრობატების ტრიო Acrofire. ჩართვა ბათუმიდან დაძრავს თუ არა ძალოსანი დავით ჭოხონელიძე Games. ოქროს ღილაკის მფლობელი ინდოელი სპორტსმენები Malcolm India. ფოლკლორული ანსამბლი ჩხოროძე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგასწავლებ ჩვენი წარდგენია ზედაზენი. აბარა! ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო, გემრიელის მილეული თქვენ საახალწლო სუფრაზე. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ ფინალისტს დაასახელებს ჩვენი წარდგენის ზედაზენი, რომელსაც შანსი ექნება რომ მოხვდეს ფინალში. ახლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში. ნიკო, რა ხდება მანდა? ვანიკო, რა ხდება და გემრიელობები? სიახლე ბარამბოსგან Desirable უგემრიელესი, ძალიან გემრიელი თეთრი შოკოლადის ფილა მარწყვით და ბრძიანი შოკოლადის ფილა ვაფლით. აი ასეთი ბარამბო ექსპორტის ბარამბო სიახლე ესპორტში. ძალიან გემრიელი ბარამბო მაქვს, რომელიც მე ახლა უნდა მივართვა ჩვენს სტუმარს. Kelvin Calvusi, ბურთების ჯადოქარი, რომელიც ცოტა ხანში გამოემართება თქვენთან სცენისკენ, თუმცა იქამდე Kelvin, აი ეს ვაფლის ძალიან გემრიელი ბარამბო შენია. თუმცა იქამდე ვიდრე Calvusi სცენაზე გამოვა, თქვენ Kelvin-ის სცენაზე გამოვა, უნდა გითხრათ მისი ნომერი 0903 300 304 აუცილებლად რეკავთ ამ ნომერზე თუ გსურთ ამ ჯადოქრის ხილვაც ფინალში. იქამდე ის მოემართება სცენაზე, ჩვენ ვიდეოს ვნახავთ. Magaria. I would guess it was one of the perfect shows on this stage this year. Well, I'm Kelvin Calvus from Germany, and I'm happy to be here again in Georgia. Main profession is being a father. I have 4 kids. There's no kids without the wife, and I have a very beautiful wife at home. Her name is Uta, and she is the one who helped me every time and every moment. What are you going to do for the semi-final? My idea is to show a love story between boys, you know. Maybe it's the two boys, man and wife, and there comes another man, you know. Well, you can, it's open mind, you can think what you want about that. Kelvin Calvusi. For
ჟიურის თქმა შეაფასოს რუსკა აქვს, ხო? ქართულად ვიტყვი თუ შეიძლება. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი არის სცენაზე ამ ყველაფრის ყურება, რომ არ ვიცი, აი ემოციებით ვივსები მართლა წინაზეც და ეხლაც და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთად არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ზარი შემოვა დღეს. It was brilliant. Thank you. დიდი მადლობა. ია, არის აი ნამდვილი ბურთების ბრძანებელი არის ჩვენი კელვინი, რო უყურებ, საოცრებებს აკეთებს. ერთი კითხვა მაქვს. Kelvin, did you start with Chinese balls? Did you started your career with Chinese balls? No. I found Chinese balls later, but it was a brilliant combining of those things. Okay, because thanks. two balls and then two balls, yes. going around. ბავშვობაში yes, two balls. ნიკა. ბავშვობაში ჩვენ ხო თამაშობდით ჩინური ბურთებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საოცრებაა და დღეს აბა რომელი ბურთებით თამაშობდი ნიკა ბავშვობაში? რომელი ბოლებით? ჩინურით არა. ბილიარდისა? ხო. ესე ვთქვათ. და რა არის იცი აი დღეს თანამედროვე ადამიანის გონება მილიონი მიმართულებით რომ მოძრაობს და აი ესეთ საგიჟეში ცხოვრობთ აი ესეთი რაღაცის ყურება ისე ამშვიდებს რომ მინდა გამოვიდეს თოჯინა კელვინი და ის აკეთებდეს ამ რაღაცს დიდი მადლობა ია ნანუკა ბოლებით თამაში ნამდვილად ისე ამშვიდებს ჯიბის ბილიარდი განსაკუთრებით ნანუკა გისმენთ მე გარ მithქვა მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ისეთი რაღაცა ჯადოსნურია თუ ჯადოსქრულია თუ მაგიურია ეს ყველაფერი მისი ეს იმიჯი კელვინის ეს იმიჯი კიდევ დამატებით ჯადოქრულს ხდის ეს თავისი რაღაცნაირი ვიზუალი რომელიც გაცილებით უფრო მეტად საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს მე დარწმუნებული ვარ კი არა და უბრალოდ იმედი მაქვს რომ მაყურებელი აქტიურებს და რაღაცა მაგიურს კიდევ ნახავთ სცენაზე. მადლობა. ნიკა გთხოვთ. მე მომეწონა ეს ყველაფერი პირველი ტურით ძალიან მომეწონა მეორეც მე ვფიქრობ რომ კელვინი მიუხედავად იმისა რომ რაღაც ძველს ცოტა მისტიურს აკეთებს, თან ძალიან თანამედროვეა ეს ყველაფერი, ძალიან თანამედროვე შოუა ჩემი აზრით და ნამდვილად მსოფლიო კლასის ნებისმიერ პერფორმანსს, აი ნებისმიერი შოუს ნაწილი იქნებოდა ეს პერფორმანსი და იქნებოდა ძალიან კარგი. Kelvin, it was an amazing show. I think that you are very interesting man and image-wise as well, not just what you are particularly doing here on the stage, but your image is very interesting as well, so and very modern as well. Thank you. დიდი მადლობა ჟიურის მე მაყურებელს მოუწოდებ რომ თუ გსურთ ეს საოცრება იხილოთ ფინალშიც მაშინ ეხლავე უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 093330304 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ კელვინ კალვუსი ჩვენი პარტნიორი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი ჩვენი ფავორიტების ხარდასაჭერად კიდევ ერთ საშუალებას გაძლევ. ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით ზუმერის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ ხმამისცეთ თქვენს ფავორიტს, რომელსაც ზუმერი უკვე ფინალზე დაასახელებს და გადასცემს მას 5000 ლარიან ვაუჩერს. და მე მგონი მოვიდა დრო გავიგოთ რა ხდება ბათუმში. სასწაული გველოდება ბათუმში. მერაბ რა ვითარება მან გითხარი? მერაბ უკვე ყველაფერი მზად არის. მე ერთი სული მაქვს რომ ეს ყოველივე უკვე დაიწყოს, რადგან უკვე ემოციების ზღვაში ვცურავ, აი სველი ვარ კიდევაც. მე შეგახსენებთ იმას, რომ დავით ჭოხონელიძემ პირველ ტურში სამგზავრო ავტობუსი, ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი მხრებით გაწია, ეხლა კი შეეცდება 1000 ტონიანი გემის გაწევას. მზად ხარ? მზად არის. რა თქმა უნდა. 1000 ტონა. წარმოიდგინეთ, ადამიანმა როგორ უნდა გაწიოს 1000 ტონა. ეს წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ ზუსტად დღეს, ზუსტად ნიჭიერის პირდაპირ ეთერში ჩვენ ამას სულ ცოტა ხანში ვნახავთ. მადლობა მერაბ, სულ მოუთმელად ველოდებით ამ ნომერს და ეს ნომერი დაიწყება ზუსტად ერთი კონკურსანტის შემდეგ. და ეხლა გადავიდეთ ბარამბოს ოთახში, ნახოთ რა ხდება ნიკასთან. ნიკა. ნახეთ ვინ მყავს აქ.
ნახეთ აკრობატების ჯგუფი Acrofire ქუთაისიდან. ძალიან მაგარი გოგონები, რომლებსაც ყველამ რა თქმა უნდა ვუგულშემატკივროთ. გოგონებო, როგორ ახართ? კარგად. ქუთაისიდან არიან ისინი, აკრობატიკის სამშობლოდან, ხო? ნუ, ცოტახანში ხო მაინც გახდება, ხო შევიგიძლოთ? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მაშინ მოდით მითხარით თქვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დაგირეკოთ ყველამ, ვისაც ძალიან მოეწონება თქვენი გამოსვლა. 093000305. აუცილებლად უნდა დაურეკოთ Acrofire-ს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან მოგეწონებათ მათი ნომერი. ისინი მოემართებიან თქვენსკენ სცენისკენ, სცენაზე ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. მინდა გითხრათ, ძალიან კარგები ხართ. არტისტიზმის თვალსაზრისით ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი. მადლობა. ჩვენ ვართ აკრობატთა ჯგუფი Acrofire ქუთაისიდან. ჩვენი ცხოვრების თითქმის ნახევარს სპორტში ვატარებთ. რაღაცა რო არ გამოგვდის, უფრო მონდომებით ვაკეთებთ და ხელს არ ჩავიქნა, პირიქით ვცდილობთ, კარგად დავამუშავოთ. კიდე თამაშობ. აგიჭირვა ეს მაგ თუ რა მოგიგო? სადრე რომ მდგება ეს. საიჭირო. სპორტის გარეთ კიდევ მეგობრობთ. ხშირად ვართ ხოლმე ერთად, ვიკრიბებით, ვერთობით. დაღლილებით და ასე. ვეღარ ვახერხებთ ხოლმე აღარ სწავლას. Acrofire! რატო გიხეთქავს გულს, შვილებო, რატო? მოდით, ჟიურიმ შეაფასოს, ჭოლა გთხოვთ. ძალიან კარგები ხართ, შვილებო, გენაცვალეთ. ძალიან კარგები. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, გარდა სირთულისა და იმ ურთულესი ნომრების, რომელიც გააკეთეთ. თქვენი არანორმალური შინაგანი კულტურა, რომლითაც ასრულებთ ამას ყველაფერს. სისუფთავე, ძალიან კარგები ხართ. ნამდვილი ხელოვანები ხართ თქვენი საქმის. მე მოუწოდებ ყველას, რომ ხმამ დაურეკონ ქუთაისს, არაჩვეულებრივ ქალაქს, რომელმაც ეს სამი
არაჩვეულებრივი გრაცია დაბადა. დიდი მადლობა და ნანუკა გისმენთ. იმის გარდა რომ ხართ არაჩვეულებრივები და ნიჭიერები, ხართ კაუჩუკის ბავშვები. არ ვიცი ქართულად სწორად არის კაუჩუკი, ხო? ბავშვებო, ძალიან მაგრები ხართ ნებისმიერი, არ ვიცი, ძალიან ბევრი თქვენს ადგილზე. ერთ-ორ ტრიუქს დატოვებდა, რომელიც სირთულე, აი ყველა იყო ძალიან დიდი სირთულის და რისკს შეიცავდა და ნუ ისე გავიდოდნენ ფონს, მაგრამ არა თქვენ გაართულეთ მაქსიმალურად. ამიტომ ხართ ძალიან მაგრები და აი ყოჩახ, ბრავო, ჩემგან აპლოდისმენტები ბრავო, იაკ თხოთ. იცით რა არის? მე ეს გოგონები ფოთიდან არიან, სწორად გავიგეთ. ქუთაისიდან, აი მივესალმებით ქუთაის დიდი სიყვარულით. ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი გოგოები ხარ და მართლაც სულაც არ იყო საჭირო ასეთი რთული ტრიუკების ჩაკეტარება და ილეთების, მაგრამ არ შეშინდით, ძალიან გაბედული გოგონები ხარ და მომეწონა ეს ყველაფერი, ასე გააგრძელეთ, თქვენ ნამდვილად იმსახურეთ ფინალში გადასვლას და მე ყველას მოუწოდებ, რომ დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს კი მოუწოდებ თუ გსურთ აკროფაიერი ხილოთ ფინალში, აუცილებლად მათ დაურეგეთ ნომერზე 0933030305 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. აკროფაია! აქვე მინდა დიდი მადლობა უთხრა სილამაზის სალონს ელ აკადემიის, რომელიც ზრუნავს პროექტ ნიჭიერის სილამაზეზე და ვარსხნილობაზე. ახლა კი დროა გადავინაცვლოთ ბათუმში, სადაც დავით ჭოხონელიძე გაწევს გემს, 1000 ტონიან გემს. ამ ნომერს ასრულებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. მერაბ, გისმენთ და გელოდებით. მერაბ, დადგა ბოლო-ბოლო, დადგა ის დრო, რომელსაც ელოდებოდა ნიჭიერის ტელემაყურებელი მთელი საღამო. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს დავითის პირადი ნომერი. თუ გინდათ რომ ეს ვაჟკაცი, თუ გინდათ რომ ეს უძლიერესი მამაკაცი გადავიდეს ფინალში, უნდა დაარეკოთ ნომერზე 093 300 306. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 093 300 306. რამოდენიმე წამში მე მივცემ სტარტს, მანამდე კიდევ ვნახოთ ვიდეო. დავით მეორე ტურში რა უნდა? შევეცდები გემის გაწევას. გემის? მეორე ტურში გემს გააცევ და ფინალში ჩავაბად ქართული ეკონომიკა ამ მე ვარ დავით ჭოხონელიძე, ქალაქი ქუთაისიდან. ბავშვობაში ფიზიკურად კი ძლიერი ვიყავი და მქონდა მონაცემები და რაღაც ძიმე საგნებს, აი პატარა მანქანებს დაუშვათ სიტყვაზე სკოლის ასაკში რო ვიყავი, მოვკიდებდი ხელს, შევატრიალებდი და რაღაც ეგეთი რაღაცები მახასიათებდა. გამარჯობათ. დავით, შეაბა, მოსახელე, დაამაყობი. არის შეხუმრებებს კიდე ხო? გამარჯობათ, გამარჯობათ. რაი ეს დავითამ კიდე გადმოაგო რა, ეს ხვალ პასილობის თავში უნდა ვეძიო მანქანა. ოხ. როგორც ჟიურის შეპირდი, ნახევარფინალში გემი უნდა გავწიო, გემის წონა დაახლოებით როგორც ვიცი, იწონის 1000 ტონას. ჯერ არ საკუთარი თავის რომ შევძლებ აუცილებლად ამის გაკეთებას. სამი, 2, 1 და წავიდა, სტარტ. წავიდა დავით. არაუშავს, აი ზუსტად ის არის, რასაც მე ვამბობდი. წვიმიანი ამინდი იყო მთელი ღამე და დღე. საკმაოდ სხლტის ფეხზე. ქარი არის, 4-ბარიანი შტურმიც არის. მიდი დავით, მიდი.
საკმაოდ ძნელი არის ეს ყოველივე. ამ ყველაფერს აფერხებს ის, რომ 4 ბალი არმი სტორმი არის ზღვაში, გემს საკმაოდ აფერხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხლა თუ არა ვწდები, დავითმა დაძრა გემი, მიდი დავით ცოტაც, კი, დაძრა გემი, ყოჩახ, დავით, აი ეს არის ზუსტად ის ქართული ჯამი, აი ეს არის ზუსტად ის ქართული ჟინი, აი ეს არის ზუსტად, თქვენ ხედავთ, უამრავი ადამიანია მოსული, რომ დავითს უგულშემატკივროს და დავითი არ გააწმილებს, მე დარწმუნებული ვარ. მათ იმედებს დავითი მთელი ამ საღამოს განმავლობაში აქ ჩვენთან ერთად იყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო წვიმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სიცივე, არ მიდიოდა სახში, ჩვენთან ერთად იყო, საკმაოდ დაიყალა, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ბოლომდე იბრძვის. დავით, მიდი. ბოლომდე, დავით. მიდი. აი ესეთ ამიჩის, ზუსტად. ეს მხოლოდ ქართულს შეუძლია. მიდი დავით ბოლომდე. მიდი კიდევ. თქვენ ნახეთ, რომ მან მაინც დაძრა ეს გემი, 1000 ტონიანი გემი. ამ ქართულმა ვასკაცნა. თქვენ თვალწინ არის ეს უზარმაზარ გემი, რომელიც დაძრა დიახ. ბოლომდე, დავით ბოლომდე. უამრავი ხალხია მოსული. აქ უკვე წვიმასაც ვერავინ ვერ აგრძნობს, ისეთ ემოციებშია ყველა. და ბოლომდე გავიდა, ის 5 მეტრი გაიარა ბოლომდე. ყოჩახ, დავით, ყოჩახ. დარწმუნებული ვარ, მან დარბაზში ალბათ ყველა ფეხზე დგას და უგულშემატკივრებს. ბოლომდე, დავით. თქვენ ეხლა სასწაულის მომწრე გახდით. ეს საქართველოში პირველად მოხდა. ყოჩახ, დავით, პირველად მოხდა ესეთი რამ საქართველოში, ეს არის საქართველოს რეკორდი. ამ ადამიანმა დავით ჭოხონელიძემ გაწია 1000 ტონიანი გემი. თქვენ ნახეთ, აი ეს არის ის ემოცია, ეს არის ის ქართული, ზუსტად ის ქართული ჯანი. გული ამომივარდება ალბათ მალე. ვაცალოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ღელავდით, ჟიური ფეხზე დგას. ვაცალოთ ცოტა ხანი ამოისუნთქოს ჩვენმა ძალოსანმა. ესე კი ვერც წვიმამ, ვერც ქარმა, ვერც სტორმმა ვერ გააჩერა ეს ადამიანი. ყოჩახ, ამოისუნთქო. მოდი, იმენ გავხსენით. ისუნთქოს კაცმა. ამოისუნთქოს. კიდევ ერთხელ, ეს მოხდა საქართველოს ისტორიაში პირველად, როცა ასეთი წონა, 1000 ტონა გაწია ქართველმა ძლეოსანმა. დავით, რა სიტყვი? გინდა რაიმე თქვა? ეს ყოვლისა. მადლობა მინდა მოუხადო. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას. რუსთავიოს და ტელეპროექტს ნიჭიერს. რომ მომეცა საშუალება საქართველოსთვის მეჩვენებია ჩემი შესაძლებლობები. დიდი მადლობა დავით. დიდი მადლობა, ამოისუნთქე. ეხლა კი სიტყვას მივცემ ჟიურის. აბა რა სიტყვის ამ სასწაულზე? რომელი ჟიური გინდა? უნდა დაასახელო. აქ ესეა. მე. ნიკა რა სიტყვის? დუკა იმას ვიტყვი, რომ მე მსგავსი ნამდვილად არაფერი არ მინახავს. მეც ესე ვარ ზუსტად ახლა. პირდაპირ გეტყვი, რომ როგორც საქართველოს შვილი ვამაყობ იმით, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც დავით ჭოხონელიძე ცხოვრობს. ბრავო დავით! დიდი მადლობა. იმიტომ რომ ადამიანები ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ბევრი, რა ვიცი, კუნთების მასა, ძალა და ასე შემდეგ. ეს არის მიზანმიმართულობა, ეს არის მიზანდასახულობა და ეს არის ისეთ ჯანსაღი ჟინი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაძლევს უფრო მეტ წვენას საკუთარ თავში
და მომავლის და ჩვენი მიზნების მიღწევის გაცილებით დიდ სტიმულს ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა დავით, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. გონია რომ ნამდვილად იმსახურებ ფინალში ყოფნას. ჩემი აზრით ეს იყო საოცრება, ჩემი აზრით ეს იყო შეუძლებელი, მაგრამ შეუძლებელი მოხდა. და აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა ზუსტად ჩემს საყვარელ და ყველაზე პოზიტიურ წამყვანზე, არა მარტო რუსთავიორზე. დუკა, მე შენ ძალიან ძალიან მიყვარ ხარ. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ. დიდი მადლობა, ანალოგიურად. დიდი მადლობა. ნანუკა. მოგესალმებით, მიხარია შენიდან ახლა. ამჯერად მინდა უთხრა დათო, იცი რა არის, ძალიან ძლიერი ხარ, ძალიან მაგარი ხარ, აი ფიქრობდი როგორ დამეწყო და მივხვდი რომ შესაბამისი სიტყვა არ არსებობს, რაც ახლა ჩემს ემოციას გამოხატავს. მე მინდა მაყურებელმა იცოდეს ცოტა კულუარული დეტალები, ის რომ საერთოდ ეს ნომერი იყო რისკის ქვეშ, შედგებოდა თუ არა, იმიტომ რომ პროდიუსერებს ატყობინებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შტორმიდან გამომდინარე მთელ რიგ რისკ ფაქტორებს შეიცავდა ამ ნომრის ჩატარება და ელოდებოდნენ მოკლედ შედარებით ამის დაწყნარებას და კარგია რომ ეს ნომერი შედგა, თუმცა კლიმატმა და შტორმმა ძალიან გაურთულა საქმე ჩვენს კონკურსანტს. ნუ მე უკვე გავიგე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში პირველად მოხდა მსგავსი რამ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვაგან სოფლიოში რომელიმე მონაწილესთან საერთოდ არ ვიცი ვინმეს მსგავსი გიჟური იდეა თავში მოვიდა და შემდეგ ამის განხორციელება შეძლო და ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დათო შენ ისეთი რამ გააკეთე, რომ ქართულ ეკონომიკასაც უშველი დარწმუნებული ვარ. ის რა ფუნქციაც მოგცა ჭოლამ. ახლა შენი მეძე ვართ. ეკონომიკაც მოზიდა და ნატოს გემებიც ფაქტიურად. დათო ძალიან მაგარი კაცი ხარ, როგორ გზნობ თავს, ხო ხარ კარგად? ცოტა ვინერვიულეთ ერთი-ორჯერ რომ დასუნე ნიშადურს, ხო ხარ მაგრად? პირველ რიგში მოგესალმები დათო და შენ ხარ ყველაზე ძლიერი მამაკაცი საქართველოში, ნამდვილი დევგმირი. შენ მეგობრებს მივესალმები, ვინც ისა გულშემატკივრობდნენ იქ, რა თქმა უნდა, შენ ხარ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც არ შეუშინდი არანაირ გამოწვევას, მაგრამ მე მაინტერესებს ფინალში რომ გადახვიდე, რას გაწევ დათო? ეკონომიკას რას გამოწევ? არ ესმის, კარგი. ფინალში რას გაწევ? მოიფიქრებს, რამე კიდე მძიმეს მოიფიქრებს. კარგი. რუსკა. მეც სახელით კი მოუფიქრე ჩვენს ყველაზე ძლიერ ადამიანს. ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით დავით ძლიერი! ვაშა რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, მე ძალიან მიხარია. არ ვიცი, თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი ადამიანი მარტო საქართველოში კი არა, ალბათ მთელ მსოფლიოში. არ ვიცი, ღმერთმა დიდხანს გაზოწყოთ და ჯანი მოგცეთ, რაც თავია, კიდე უფრო მეტი ჯანი. ჩემთვის მოხდა სიმართლე რო გითხრათ ყველაზე დრამატული ეპიზოდი. ჩემთვის ეს იყო ყველაზე დრამატული ეპიზოდი მთელი ამ გადაცემის ამ პროექტის დროს, იმიტომ რომ დავნერვილობდი. როდესაც პირველად ფეხი დაუწდა და რაღაც არ დაემორჩილა, ეს გეკინა მოვკვდი ჩემო ბატონო აქ, მაგრამ აი ეს არის ქართველობა. აი ეს არის ქართველი კაცი, აი ხო და გაკაჩა ბიჭო. აი ხო გემი ბიჭო. შენ გენასვალე ჩემო ბატონო. აი ეს ავარ ძალიან მაგრამ ჩვენ არ დავმარცხდებით არასდროს, ვერავინ ჩვენ ვერ დავმარცხდებით. სადღაც წავიკითხე. ვიკინგები ათრებდნენ გემებს თავის ხელით და სასირეთში ჩამოსულან გემი. ხელით მოუთრევიათ გემი და ქართველებს სასირეთში გაუწევიათ ბრძოლა და დაუმარცხებიათ. ერთი გადარჩა და სტოკჰოლმში დადგა მე რუნა და დაწერაზეთ ქართველებმა დაგხოცეს ყველა. თქვენი წინაპარი იყო იქ იმ ბრძოლაში სასირეთში ნამდვილად. მე მინდა ვთქვა რომ ყველაფერს გავიმარჯვებთ ქართველებს, სანამ ესეთი ვაჟკაცები ყავს. და ყველა ჩვენთაგანში არის დავით ჭოხონელიძე. გენაცვალეთ. აგარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დავით ჭოხონელიძის პირად ნომერს 093 300 306 093 300 306. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა მერაბ, დიდი მადლობა დავითმა დაამარცხა გოლიათი როგორც იქნა.
და მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. ეს არის ონლაინ სესხების კომპანია, ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი სესხი 500 ლარამდე შეგიძლიათ აიღოთ 0%-ად. ახლა გადავინაცვლოთ კრედიტონის ოთახში ლიკასთან. ლიკა, რა ხდება მან? გიორგი და ვანიკო ჩემთან ერთად აქ იმყოფებიან ოქროს ღილაკის მფლობელი ინდოელის სპორტსმენები და ასევე ასაბ ჩხოროწყუს გულშემატკივრები, რომლებიც აქტიურად და ემოციურად ამხნევებენ მათ. თქვენ ალბათ გახსოვთ ინდოელის სპორტსმენები როგორი ეფექტურები იყვნენ კასტინგზე. დღეს კი მათ ძალიან მაგარი და ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა აქვთ თქვენთვის მომზადებული და მათ გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ გაამხნევეთ ინდოელის სპორტსმენები, რადგან ისინი სულ მალე წარსდგებიან ჩვენი მაყურებლის წინაშე. მე კუთისველი აკარიან საქართველოში. ჩემი კალაკი ბიჭები ანუბ, სურაჟ, ტარანჯი აკარიან. კარმატები იმათ ძალიან მაგარი ნიჭერები არიან. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ინდოელ სპორტსმენებს და აქ ჩემთან ერთად არიან ასევე ასაბ ჩხოროწყუს გულშემატკივრები, რომლებიც სხვათა შორის ჩამოვიდნენ სამეგრელო და საგულშემატკივროდ და მოდით გავამხნევოთ ასაბრი ჩხოროწყუ. თქვენ ჩვენი კონკურსანტები რამდენიმე წუთში შეგხვდებიან ნიჭიერის სცენაზე, ჩვენ კი დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით უკვე ყველა კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად კრედიტონის ოთახიდან. დიდი მადლობა ლიკა. ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეკლამის დროს შეგიძლიათ შემოგბრძანეთ iMovies-ის ინტერნეტ ოთახში და ნახოთ ინტერვიუები გასულ და მომავალ კონკურსანტებთან. ეს ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. რა თქმა უნდა, ნიჭიერი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ ოქროს ღილაკის მფლობელი ინდოელის სპორტსმენები მალკამ ინდია. ფოლკლორული ანსამბლი ჩხოროწყუ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგახსენებთ ჩვენი წარდგენი ზედაცენი. აბა რა? ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო სასურველი საჩუქარი საახალწლო. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახელებს ჩვენი წარდგენის ზედაზენი, რომელსაც შანსი ექნება, რომ ფინალში მოხვდეს. ახლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკა. ნიკო? ოქროს ღილაკის მფლობელები ჩვენი ინდოელი ძმები არიან ახლა ჩემთან ერთად და ისინი ემზადებიან სცენაზე გამოსასვლელად. გახსოვთ ალბათ მათი საოცარი ნომერი და დღეს კიდევ უფრო მაგარი სანახაობა გველოდება ფილარმონიის სცენაზე. აუცილებლად უნდა ვკითხო მათ სახელები. მითხარით თქვენი სახელები ბიჭებო? My name is Tanaji Mandavkar. My name is Suraj Turde. Anup Thakur. მოკლედ მე ვერაფრით ვერ დავიმახსოვრებდი მათ სახელებს, ამიტომ თავად დაასახელეს სახელები, მაგრამ მე აუცილებლად შემიძლია გითხრათ მათი ტელეფონის ნომერი, რომელზეც ყველამ უნდა დაურეკოთ. 093337 აუცილებლად ურეკავთ ჩემს ინდუელ მეგობრებს, იმიტომ რომ ისინი ფინალში აუცილებლად უნდა ვნახოთ. გამოვაცილებთ მათ სცენისკენ, იქამდე კი ვიდეოს ვუყუროთ. I don't have words. That moment when everyone clapping for us, my life is biggest achievement for us, three of them. We did something for Mallakhambh and we will do for the many years. Mallakhambh is a traditional Indian sport which started in 18th century. Our grandfather, his grandfather, he started the Mallakhambh and we don't want to lose this game. One of my friend, he is studying in the Georgia. He told me about Georgia is a very nice country. You have to visit one someday. My dream is true, and finally we get chance for the Georgia's Got Talent competition, and we visit in Georgia.
and let's see the next step, and we will give our best, and so that the Georgian people can support us. And for the final round, it's our dream and one of the best competition in my life, that is the Georgian Got Talent competition. We are so lucky. Malcolm, India. बजने ते धड़क धड़क ढोल ताश धड़क धड़क भंडारा झिड़क झिड़क मल्हारी खड़क धड़क भड़क सली चटक मटक फटक सली दुश्मन की देखो जो फट लावली अरे बजने ते धड़क धड़क ढोल ताश धड़क धड़क भंडारा झिड़क झिड़क मल्हारी खड़क धड़क भड़क सली चटक मटक फटक सली दुश्मन की देखो जो ბრავო! მე ჩემი დამემართა, არ ვიცი. ვაიმე, სასწაული. როგორ მინდა აი რაღაცას ვაკეთებდი, აი ესე გამაქანო და ესე მიმანარს. არ გინდა გიორგი პირდაპირ ჟიურის ხოლმე ნიკა გისმენთ. იცით რა, ეს არ არის უბრალოდ სპორტი კი არა და საერთოდ არ არის სპორტი, ბალეტია ჩვეულებრივად, აი ძელზე. მე მგონია რომ ძალიან შთამბეჭდავია და ძალიან საშიში იმავდროულად, მამაკაცის თვალისთვის განსაკუთრებულად საშიში. სულ მგონია რომ აი იქ დარჩებოდა ყველაფერი, მაგრამ არც ერთხელ ეს არ მოხდა. ხო. შთამბეჭდავია ძალიან და მოხარული ვიქნებოდი რომ ფინალში ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მენახა. ძალიან მაგარია. ია
მე როგორც ვიცი ეს მართლა ნაციონალური სპორტად ითვლება როგორც ახლა ჩვენთან ცხენბურთი არის ეგრე არის ინდოეთში მალაკამი და არ ვიცი ახლა მისი ბაბუამ დაარსა მაგრამ ამის შესახებ ცნობები ჯერ კიდე ჩვენ წელთაღრიცხვამდე იყო მე რაღაცები გავარკვიე მაგრამ მე მაინტერესებს კითხვა ამათ why you did not do malakami with bottles it's something new do you do with bottles sorry Yeah. With bottles. Yeah, you do malakami with bottles? Yeah, we will do that. You will do that? Sure. You will do in finals? Yeah. ხო, იმიტომ რომ ბოთლებით არის ახალი კიდე მიმართულება და ვნახოთ, ხო, რა იქნება. Браво! Thank you, man. ბიჭები ხარ და ესა იოგა როა ჩვენთან მოდაში იოგა. ესეც შემოვიტანოთ, არ შეიძლება malakami არიან იოგაში. Not only yoga but malakami in Georgia. Why not? დიდი მადლობა და ნანუკა რას გვეთქვი? მართლა მამაკაცებს მაინც არ ურჩევდი რისკზე წასვლას, იმიტომ რომ მგონია რომ მთელი ავლადიდების გარეშე დარჩებიან. ესეთ წინათ გრძნობა მაქვს ასეთი რაც შეეხება. პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა იმ რამდენიმე ქართული სიტყვისთვის, რომელიც ისწავლეთ. ძალიან ჩვენთვის ეს ძალიან ყოველთვის ისეთი ემოციურია და განსაკუთრებით გვიხარია, მე მგონი ყველას უხარია. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია ეს ერთი. მეორე მინდა გითხრათ რომ საშინლად მანერვიულეთ და მანერვიულებთ ყოველთვის და არ ვიცი, მაგრამ ჯანდაბას ჩემს ნერვიულობას. მაყურებელს თხოვ რომ დაგირეკონ, იმიტომ რომ აგერ ბოთლი ყოფილა გავარკვიეთ და შესაბამისად ძელს დამატებული ბოთლი მთელი შოუ გველოდება წინ როგორ ჩანს და დაგირეკონო თქვი? დიახაც და ეს მოვლენა ხახო დაგირეკონო ბრავო ეს ნიჭიერი ძალიან დიდი მადლობა და მე მაინც მე იმედი მაქვს რომ მაყურებელი დაგირეკავთ და თქვენ გნახავთ ფინალში. დიდი მადლობა ჟიურის მეც მოუწოდებ მაყურებელს და ვეტყვი რომ ნახევარფინალში ჩვენ ოქროს ღილაკი არ გვაქვს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ოქროს ღილაკია თქვენი ზარები. დარეკეთ ნომერზე 09333337 და ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. Malcolm India! Bravo! და დროა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. ნიკა, რა ხდება შენთან? ვანიკო, ცოტა ხანში მოხდება საოცრება, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმენთ ძალიან მაგარ მეგრულ სიმღერას, რომელსაც შეგვისრულებენ ჩემი მეგობრები. როგორ ახართ გითხარით? შენი განწყობაზე ვართ. ძალიან კარგია. ანსამბლი ჩხოროწყუ სრული შემადგენლობით აქ არის ჩემთან ერთად და ისინი რამდენიმე წამში სცენაზე იქნებიან, თუმცა იქამდე მე მაინტერესებს, რას გვიმღერებენ დღეს ისინი, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ მათ მიერ შესრულებული ძალიან მაგარი აფხაზური სიმღერა, რომელიც საოცრება იყო და ძალიან დიდი მადლობა. ახლა გითხარით დღეს რა შეგვისრულებთ? დღეს შეგისრულებთ მეგრულ სუიტას. მეგრულ სუიტას. ანუ რა მოხდება სცენაზე შემომეგობრებო? ძალიან მაგარი ქართული მეგრული ჰანგები თან თავისი მეგრული ცეკვით. ხო არ ვწდები? მოკლედ ანსამბლი ჩხოროწყუ რამდენიმე წამში იქნება სცენაზე, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ მათ. 0933 ანსამბლი ჩხოროწყუ სულ რამდენიმე წამში სცენაზე და საოცარი სიმღერა. იქამდე კი ვნახოთ ვიდეო. თონალვა მით ჩვენ გუზე. ვალერით მოვიდა. მოდი ვალერი. სიბერემიცის რა ვქნე? სწორი ვიდეს მაგარი. აბადი. აი მოდი. ჩვენ ვართ ანსამბლი ჩხოროწყუდან. Kopschapunku. Hai zabra zabrale. Kiashkwitu arzagadashi. Hai zabra zabrale. Zabra 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 zabra. Hai zabra zabrale. Zabra 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 zabra. Hai zabra zabra. დავწყვეტეთ გამოვცადოთ ჩვენი ნიჭი ამ პროექტში და მთელმა საქართველოს ნახოს თუ რა შეუძლია ჩვენს ანსამბლს.
საბედნიეროდ არიან საქართველოში ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამოსვლის შემდეგ მეტად შეუყვარდებათ ქართული ცეკვა და სიმღერა. ანსამბლი შხოროშკუ ასე, ოკო დოპილე. ჯანსულო ჯანსულო დოპილი დოგვათე ჯანსულო აბა მა მიგისკუდით ჯანსულო ჯანსულო მეგუშტოში თუ არია ჯანსულო ჯანსულო ქემაგარი კუჩმაგარი ჯანსულო ჯანსულო პალავანი ქუთარია ჰარირა
ფერზეა მომძაბი. ამაყი ვარ ულაში რომ მაგაი? მე კიდე ამაყი ვარ რომ აი. ასეთი ფოლკლორი გვაქვს. ბატონო ჭოლა, ხოლ შევაფასო. ბრავო. ბატონო ჭოლა, შეაფასეთ ხოლ ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი. პატივცემლო ჭოლა, გთხოვთ. არაჩვეულებრივი იყო. ძალიან კარგი იყო და მე მინდა ვთქვა რომ რამდენი თეატრია ქართულ ეპოსში, ქართულ სისხლში, რამდენი რამ არის გაერთიანებული. ერთის მხრივ მხედრული, არაჩვეულებრივი ბრძავა, უნარი და მეორეს მხრივ ირონია, თვითირონია. ახლა გასაგებია რატო არის ქართული თეატრი ისეთი კარგი როგორიც არის. და საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან მოდის ჩვენი ქართული ნიჭიერება. აი ამ ხალხიდან. ძალიან დიდი მადლობა შემოკარგებო. ეს ძალიან მაგარი იყო, რაც ვნახე, სანახაობრივი იყო. არ დამთავრდა ეს თქვენ ისეთი სხვანაირი პეცი მიეცით საერთოდ შემდეგ ამ ყველაფერს და არ დამთავრდა ეს მთელი სანახაობრივი დეტალები და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი იყო აი ფოლკლორის ნაწილში თუ რამე მინახავს ნიჭიერში. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი იყო და თქვენ რომ არ იყოთ ფინალში, ესე იგი სამართალი არ არსებობს. გამორიცხულია რა თქვენ არ იყოთ და ძალიან მაგრად ჩანდა მეგრული ხასიათი. მთელი იქ ისეთი რაღაცები გქონდათ ჩადებული. მე ამოვიცანი იქ მთელი რაღაცები მეგრული და შემეშინდა თავიდან დამავიწყდა ტყუპები რო იყავით და ცოტა კი შემაშინეთ უცებ, მაგრამ მე გამახსენდა. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში, აუცილებლად. რუსკა გისმენ? მე? რა თქმა უნდა შენ. მე პირადად ძალიან დიდ მადლობას გეტყვით იმისთვის, რაც ყველაფერი რაც ეს ვნახე სცენაზე, ეს იყო ძალიან მაგარი, დაბურძგლული ვარ თავიდან ბოლომდე, აი ესე ვარ სუმთლიანად დაბურძგლული და რა მაგარია რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქართული და ვერავინ ვერ წაგვართმევს, ვერ ასწორდეს. მადლობა ია. ქართულიო და მე სიამაყით ვიჯექი და ვისმენდი და ცოტა არ იყოს ჩემი თავი შემცხვა, იმიტომ რომ აქ რო ვზივარ და ხან ინგლისურად ვქაქანებ და ხან რუსულად და მეგრულად რო ხმას ვერ ვიღებ, შემცხვა ამ ყველაფრისა და პირობას ვდებ რომ აუცილებლად ვისწავლე, იმიტომ რომ მამაჩემი სულ მასწავლიდა და ვერ ვისწავლე და შურდა ნიკა გვარამიასი, რომელიც ჭირდა და ყველაფერს გებულობდა. მართლაც საოცარი სანახაობა იყო, აქ იყო მთელი პანორამა, პალიტრა მეგრული სულისა, იქ ფილმებიდან კადრები მაციხვითია, დათა თუთაშხია, ბეჩუნიმ გაიარა, აგერ დათა მოვიტაცა ქალი. მთელი ამბები და მინდა გითხრათ რომ და მაინც უნდა ვთქვა, არავინ არ ჩამომართვას რაიმე იმეს, რაც მაგრები ვართ, მეგრელები ვართ. მადლობა ია, ნიკა გთხოვთ. აი თუ რამეს არ ველოდი, ეხა ფარულავა სისხლის ყივილს. მე სრულიად ვიზიარებ თქვენ პათოს. მე შოვინისტი ვარ, შეიძლება, მაგრამ გონია რომ ყველაზე ნიჭიერი ხალხი დედამიწის ზურგზე ვართ დიახ ჩვენ მეგრელები. მე ასე მგონია. ბრავო, დიდი მადლობა ჟიურის. მე არა, ერთი წამით, ეხა ეგრე მარტივად კი არ რჩები. ესე მარტივად. არა, ეგრე არ ხდება. ჯერ ერთი წლევანდელი წელი შეატყობდა მაყურებელი, რომ გამორჩეულია ფოლკლორული ნომრებით და ამისთვის მადლობა ვის? ცოცხალ გენიოს სად არის? აგერ. ჩვენს უშიკას, რომელიც ნამდვილად განზეულის გუშაგია. მადლობა მას ამისთვის. მაგრამ თავარი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს, რომელიც არის უზომოდ ნიჭიერი, იმიტომ რომ თუ რამე ყველაზე უფრო მაღალი კლასის და თუ უდაოდ ყველაზე უფრო მაგარი რამე აქვს შექმნილი ერს, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს არის მისი ფოლკლორი. სრულიად უდაოა პირადად ჩემთვის, რომ ყველაზე მაგარი ფოლკლორი ამ სოფლიოში გვაქვს ქართველებს, ჩვენ. ერთმნიშვნელოვანად ცეკვაც და სიმღერაც. ერთახმად, მას. მეტი ესე დარწმუნებით ვერაფერზე ვერ ვიტყვი, თუ ვიტყვი საერთოდ რამეზე, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და ასეთი პატარა ერისთვის ეს არის უმაღლესი მიღწევა. ამას გარდა ეს ნომერი იყო დაამშვენებდა ყველაზე უფრო თანამედროვე შოუს, ყველაზე უფრო, რა ვიცი, მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად ოსკარების დაჯილდოებას, რატომაც არა, ან რა ვიცი, ნებისმიერ რამეს. ეს იყო ფანტასტიკური სახიობა
უმაღლესი კლასის მუსიკა, ძალიან მაგარი ცეკვა და უმაღლესი კლასის თეატრალური პერფორმანსი. სუპერ! მე ვამაყობ თქვენით და ესენი რომ ფინალში ვერ გადავიდნენ, სირცხვილი ჩვენ და განსაკუთრებით სირცხვილი სამეგრელოს. განსაკუთრებული სირცხვილი მათ. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს გაითვალისწინოს ჟიურის ნაწილი და ასევე შეგახსენებთ რომ ფინალი გაიმართება ძველი ახალწელს 13 იანვარს და თუ გსურთ რომ ამ ძველი ახალწელს იხილოთ ანსამბლი ჩხოროწყუ აუცილებლად უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 093330308 და აპლოდისმენტებით გავასილოთ ანსამბლი ჩხოროწყუ! Bravo! მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი სესხი შეგიძლიათ აიღოთ 500 ლარამდე 0%-ად. ეხლა კრედიტონის ოთახში გადავირესოთ ლიკასთან, სადაც ყველა კონკურსანტის გულშემატკივარი იმყოფება. კრედიტონის ოთახი თქვენი კონკურსანტების გულშემატკივრებით ეს არის მომენტი, როდესაც მღელვარება აღწევს სპიკს, რადგან ყველა აქ მოსულ ადამიანს უნდა რომ სწორედ ის ადამიანი გადავიდეს ნიჭიერის ნახევარფინალიდან ფინალში, ვისაც ესენი გულშემატკივრობენ. ამიტომ მოდით წარმატება ვუსურვოთ ჩვენს კონკურსანტებს, ასევე მათ გულშემატკივრებს ველოდებით ჟიურის და ხალხის გადაწყვეტილებას და განვაგრძობთ კრედიტონის ოთახიდან აქტიურ გულშემატკივრობას. მადლობა ლიკას, მაყურებელს შევახსენებ რომ ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ ფინალისტის ვინაობას, მანამდე ჩვენი ყურება შეგიძლიათ გააგრძელოთ iMovie G-ს ინტერნეტ ოთახში. ეს ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ iMovie G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია და მესამე ნახევარფინალი გრძელდება. შეგახსენებთ ჩვენი წარდგენია ზედაზენი. აბა რა? გენერალური სპონსორი ბარამბო, გემრიელი თბილეული თქვენს საახალწლო სუფრაზე. თქვენ ძალიან კარგად იცით წესები, მაგრამ მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თქვენი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს აირჩევს ჩვენი წარდგენის ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი, რომ ფინალში მოხვდეს. ჩვენი მხარდამჭერია East Point. East Point-ი საჩუქრების ქალაქი, ქალაქის ცენტრიდან 12 წუთში. East Point-ი ხალხის რჩეულს გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს, რომლითაც ნებისმიერ ობიექტში შეეძლებათ გამოიყენონ. East Point-ის რა თქმა უნდა. წინა ორშაბათს ხალხის რჩეული გახდა ბარბარა სამხარაძე და East Point-ისგან დაპირებული საჩუქარი მიაიღო 500 ლარიანი ვაუჩერი. გამარჯობა ბარბარა. გილოცავ ფინალში გადასვლას. და East Point-ის საახალწლოდ გადაიქცა საჩუქრების ქალაქად. ამიტომ ჩვენს გადმოგცემ ჩვენს სასაჩუქრე ბარად. მე შენ გადმოგცემ რუკას იმისთვის, რომ შენი 1 საათი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო. რო ესათლა უკვე დაიწყო. უკვე დაიწყო. აბა შენი წარმატებები. ვაი მე ეს გადმოვარდება და დამაბრალებენ მე. ესეც ჩემი დაიკვირთვის მინდა დავაფიქსიროთ. ეხა მოდი ჩემთვის რომ აქ ხა 50 წუთი წავედი სხვაგან. მინდა ჩემ და სათვალე უყიდო. გონი გაუხარდება. ეხა დამრჩა 250 ლარი. აი ღამერუანათებს ისეთი არ არის. ისავიღოთ. აი ყველაზე კარგი თვალი შტუში რომელია. აი ყველაზე ძალიან როადიდებს. არა ეგ არა, აი ეს ჯობია ბრჭყვიალა. და მორჩა. ეხლა მივდივარ, უნდა ვიყიდო ნაზისის სათამაშოები. უნდა გავალამაზო. ის სახე. ბარბარი, ბალი. დიდი მადლობა. ათი წუთი დამრჩა, ცოტა უნდა ვიჩქარო. აი, ეს ნაძვის ხე კიდე.
აი რა ქვია 64 დროც მეყო სურვილებით დაუსრულე ხალხს და ჩემთვის მარტო ეს ვიყიდე როგორია შინისაკე თუ არ მომეხმარებით მიაგვჩები დღევანდელი ხალხის რჩეულის ასევე დასაჩუქრდება და მოდი დაუბრუნდეთ მთავარს. მაყურებელი ირჩევს 8 ძალიან მაგარი ნახევარფინალისტიდან ვის მისცეს ხმა? მართლაც რომ ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები ყავს დღეს და მათთვის ვინ ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება თუ ვის მისცეს ხმა, მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში. გადმოვიდა ბატონი გია მანქანიდან. ნუ ამაზე ლაპარაკი უკვე აღარც ღირს, იმიტომ რომ ამას აკეთებს იდეალურად ეს ადამიანი. კიდევ უფრო რთულდება ყველა მოხელასთან ერთად მანქანისა ყველაფერი რთულდება. მოხსნახეთ, აი აქედან გადადის ბატონი გია უკან. აკეთებს აი ამ ურთულეს ილეთს. აი ეს ილეთიც. აი ხა ურთულესი მომენტია, კარებს შემოუარა, ასე ვთქვათ, ჰაერში ადამიანმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხლა თუ არა ვწდები, დავითმა დაძრა გემი, მიდი დავით ცოტაც, მიდი კიდევ. თქვენ ნახეთ, რომ მან მაინც დაძრა ეს გემი, 1000 ტონიანი გემი. ამ ქართველმა მოასკაცნა. ოცა. დარწმუნებული ვარ, მან დარბაზში ალბათ ყველა ფერზე გასაგები. फटक फटक साली दुश्मन की देखो जो फट लाउली अरे बजने दे धड़क धड़क ढोलता से धड़क धड़क भंडारा झड़क झड़क मल्हारी धड़क धड़क भड़क साली चटक पटक go go na go na go na go 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 na go na go na ხიორია ჯანსულო ატაკურე გებახუნი ჯანსულო კუდირე თუ ბახოხია ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 8 ნახევარფინალისტიდან მხოლოდ 2 გახდება ფინალისტი. სამწუხაროდ დანარჩენებისთვის ნიჭიერი დასრულდება. ძალიან ცოტა დრო რჩება ზარების შეწყვეტამდე, გამოიყენეთ ეს დრო, მიეცით ხმა თქვენს რჩეულს, რომ მე არ დაგწდეთ გული. აუცილებლად დაურეკეთ თქვენს რჩეულებს. და აი 8 კონკურსანტი აქ დგას და ყველანი ველოდებით ერთად ხალხის გადაწყვეტილებას და ესენი არიან. Crew! Gia Mamatsashvili. Jaba Vashadze. Kelvin Kalushi. Agrofire. David Chokhanelize. Malcolm India. Ensemble Chorotko. მათგან ერთი უნდა აირჩიოთ თქვენ. ჯერ არის დრო იმისათვის, რომ ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. დარჩა სულ რაღაც 45 წამი და წამზომი ჩაირთო.
და ხმის მიცემა შეწყდა. რჩება სულ რაღაც წამები და ჩვენ გავიგებთ დღევანდელი ფინალისტის ვინაობას, რომელიც თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ თქვენი ზარებით. 8-ვე კონკურსანტი მოუთმენლად ელოდება თქვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველანი ვღელავთ. ძალიან გვაინტერესებს ვინ გახდება ხალხის რჩეული კონკურსანტები, ყველას წარმატებას გისურვებთ. და სულ შემოსულია 15,473 ხმა. და ამ ხმების 35,9% მიიღო ერთმა კონკურსანტმა და ხალხის, ანუ მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში გადადის ანსამბლი ჭყოროწყუ! გილოცავ! ჩვენ გვაქვს პირველი ფინალისტი, რომელიც თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ. გილოცავ! გილოცავ! შესანიშნავია, თქვენ ხართ მაყურებლის რჩეული, გილოცავ და აქვე გეტყვით, რომ ის პოინტი საჩუქრად გადმოგცემთ 500 ლარიან ვაუჩერს, ასე რომ გაერთეთ იშოპინგეთ. დარჩი ჩვენთან ერთად და ახლა მე მგონი ჯერია თქვენი ჟიურის მიმართა. როგორც ისეთი ჯერის წესების თანახმად მეორე ფინალისტს აირჩევს ჟიური. ნიკა, გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი რჩეული. ძალიან მაგარი კონცერტი იყო, ამით დავიწყოთ. ერთ ტურში ასეთი მრავალფეროვნება მართლა ძალიან იშვიათია, მიუხედავად იმისა, რომ ამით გვანებივრებს ნიჭიერი, მაგრამ მოდი თვალი გადავავლოთ იმას, რაც დღეს მოხდა, ხო? იყო ექსტრემალური ნომრები, იყო სიმღერა, ცეკვა, რაღაცა ეს მაგიური ნომრებიც და ასე შემდეგ. წარმოუდგენელი დღე იყო დღეს და ძალიან გაგვიჭირდა იმისი ამორჩევა, ვინც ჟიურის გადაწყვეტილებით გადავა ფინალში. პრინციპში ბევრი ვიკამათეთ ძალიან, მაგრამ საბოლოო ჯამში შევძველით გადაწყვეტილების მიღება. გამომდინარე მრავალფეროვნების ინტერესებიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ნიჭიერება ეგზოტიკაც არის გარკვეულწილად, ფინალში ჟიურის არჩევანით გადადის მალაკამ ბინდია. მალაკამ ბინდია! Bravo! Congratulations! გილოცავთ, მეგობრებო. გილოცავთ. მაშ ასე ჩვენ გვყავს ორი ფინალისტი, მალაკამ ბინდია, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა, ხოლო ანსამბლი ჭყოროწყუ მაყურებელმა აირჩია. გისმენთ პატრიცემულო ნიკა? ახლა კი ჩვენი დაველოდოთ ნიკა. ეს არ არის დასასრული, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე რუსთავი 2-ის სახელით მინდა გამოვაცხადო. რუსთავი 2-ის სახელით 5,000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდა დავით ჭოხონელიძე, იმ გმირობისთვის, რომელიც მან პირდაპირ ეთერში ჩაიდიდა. ბრავო! 5,000 ლარით დასაჩუქრდა დავით ჭოხონელიძე. ჩვენ გვყავს ორი ფინალისტი, მალაკამ ბინდია, რომელიც ჟიურის არჩევანი იყო, ხოლო ანსამბლი ჭყოროწყუ ხალხმა თქვენ აირჩიეთ. და ვანიკო, ეხლა უკვე ჩვენმა წამდგენმა ზედაზედმა უნდა დაასახელოს კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელსაც შანსი ექნება, რომ მოხვდეს ფინალში. 24 საათი გექნებათ იმისათვის, რომ ხმა მისცეთ Facebook-ის გვერდზე. ყოველ კვირას დასახელდება თითო კანდიდატი, შემდეგ ყველას გვექნება 24 საათი, რომ მივცეთ ხმა და საბოლოოდ 12 საათის საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად და ზედაზენის რჩეული გახდა ჯაბა ვაშაძე! გილოცავთ! ჯაბა, შენ გაქვს შანსი, რომ მოხვდე ფინალში. ბრავო! ხოლო ესენი უკვე ფინალისტები არიან, მალაკამ ბინდია და ანსამბლი ჭყოროწყუ. შემდეგ ორშაბათს ნიჭიერი უფრო მაგარი შოუთი დაბრუნდება. შემდეგ ორშაბათს კიდევ ორი ფინალისტი გამოვლინდება. დროები